ორი გზა ფერეიდნამდე. ასე ქვია დოკუმენტური ფილმების ციკლს, რომელიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს მოამზადა. ქართულ მედია სივრცეში დღემდე უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქართულ-ირანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას და ამ კონტექსტში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველთა ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების, ისტორიისა და დღევანდელობის წარმოჩენას. ქართველთა ყველაზე მრავალრიცხოვანი გადასახლება ირანის შაჰის, აბას პირველის დროს განხორციელდა. 1614-1617 წლებში საქართველოდან, კერძოდ კი კახეთ-ჰერეთიდან 200,000-მდე ადამიანი ირანში, ძირითადად ისპაჰანის მხარეში გადაასახლეს. გადასახლების ალბედით გზაზე მრავალი ადამიანი დაიღუპა. მიუხედავად ისტორიული ძნელბედობისა, ისპაჰანის ერთ-ერთ მხარეში ფერეიდანში, სადაც 200-ზე მეტი დასახლებული პუნქტია, 7 სოფელში ქართველებმა დღემდე შემოინახეს ქართული ენა და ქართული ეთნიკური იდენტობა. ქართველების გარდა ფერეიდანში ცხოვრობენ თურქები, ბახტიარები და სომხები. ჩვენ ვართ მე-17 თაობა იმ ხალხისა, რომელიც მე-17 საუკუნეში შაჰ აბასმა თავისი მრავალმხრივი მიზნების განხორციელების გამო საქართველოდან, კერძოდ აღმოსავლეთ საქართველოდან, კახეთიდან გადმოასახლა ირანში, ირანის სხვადასხვა პროვინციებში დაასახლეს ეს ხალხი, რაც დეტალურად არის აღწერილი ევროპელ მოგზაურთა წიგნებში და ასევე ირანელ მემატიანების წიგნებში, მაგალითად ისკანდარ მონშის წიგნში. ხალხი, რომელიც გადმოასახლა შაჰ აბასმა ირანში, აღმოჩნდა ძალიან სწრაფად მისი ყურადღების ცენტრში. და ეს რატომ მოხდა? შაჰ აბასი ცდილობდა, რომ რეფორმა გაეტარებინა სამხედრო და სამთავრობო სტრუქტურაში და ის არენდობოდა ტრადიციული ძალებს, ანუ თურქებს და სპარსებს და მან ასეთი ჩაიფიქრა, რომ ძალიან კარგი იქნება შევქნა ჩემი ახალი სტრუქტურა სამთავრობო და სამხედრო, განსაკუთრებით ჯარი იმ ხალხით, რომელიც არიან მებრძოლი. და მეცნიერები ასე წერენ და დოკუმენტურად არის ეს დამტკიცებული, რომ შაჰ აბასის დროს, ანუ უпростоრედ სეფიანთ დროს, მაღალ თანამდებობათა 1/5 ქართველებს ეკავათ და ფაქტიურად ჯარი, მუდმივი ჯარი, რომელიც მან შევქნა, იყო ქართველებისგან აგებული და ქართველები დიდ როლს ასრულებდნენ არა მხოლოდ სამხედრო სტრუქტურაში, არამედ სამთავრობოში. ქართველები ძირითადად ცხოვრობენ ფერეიდუნ შაჰრში, რომლის ქართული სახელია მარტყოფი. არაოფიციალური მონაცემებით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა რაოდენობა 9 მილიონს აღწევს. თუმცა ქართული ენა და ქართულენოვანი იდენტობა შემონახული აქვს დაახლოებით 50,000 ადამიანს. ფერეიდანში 200-მდე სოფელია, ამათგან მხოლოდ 7 დასახლებულ პუნქტში ცხოვრობენ ქართველები. მე მქვიან ალია, ჩემი გვარი არის ასლანი. ქართველ გვარი მაქვს ონიკაშვილი. ონიკაშვილები, ჩვენ პაპები, რომ 4 საუკუნე წინ შაჰ აბას ირანში გამოყვანია ჩემი პაპები, პირველად ისფაჰანში ცხოვრობდეს და მერე მოსულან მარტყოფში. ჩვენ მარტყოფში ცხოვრობთ და ჩემი ნათესავებიც ზოგი მარტყოფში, ზოგი ესფაჰანში და თეჰრანში ცხოვრობენ. ესფაჰანის უნივერსიტეტში, ექიმის უნივერსიტეტში. იქ ჩემ ექიმობა დავამთავრე ესფაჰანში. და მე მოელ მარტყოფში, რომ
ჩემ ნათესავებს, ჩემ ქართველ ხალხს ეგ ვიმუშავო და ეგ გამოადგიყე, ეგ დავეხმარო. ჩვენ დედამ მამამ ჩვენ ქართული როგორ სწავლა, ჩვენაც ვასწავლით ჩვენ შვილებს ქართულს. ახლა ჩვენ შვილებს მაგრამ ვამბობ რომ წერა და კითხვას დაესწავლეთ. წიგნები და მიმზადებია და კლასებში გავგზავნიყეთ ჩემ შვილებს რომ ქართული კარგი ქართული დაესწავლო. 6 წელს წინ პირველად ჩაվել საქართველოში. იქ რო ჩაվել კარგად მემეწონა, კარგი იყო, ძალიან სიხარული იყო. მე მგონია ის ხალხი სულ ჩემი მგონია დავითან გაზდილი იყო. მე მგონია სულ ჩემი დები, ძმები და კარგი რამე იყო და მე იგრე იყო რომ გერემ მეორე წელს და მესამე წელს წაიდიყე რომ ხო მე მინდა წარმოადგინო ჩემი ოჯახი. არის ავსანა ჩემი მეუღლე, ეს არის მასწავლებელი. მასწავლებელია და ეს საქმეობა მასწავლებელია. ჩემი გოგო არის ნადია, რომ ახლა კითხულობს, რომ კონკური მისცეს და წაიდეს უნივერსიტეტში. და ჩემი ბიჭი არის ქიარაშ, რომ მეოთხე კლასში სწავლობს. წაიკითხე და დაკავშირე სურათებთან. ბელის ოინები. დაჭერობანას თამაშობენ. დიკოსთან მინდა სახლის მარცხნივ არის საკათმომე. თაობიდან თაობას გადაეცემოდა ქართული ენისა და კულტურის სიყვარული. იქმნებოდა ლეგენდები და მითები, რათა კიდევ უფრო გაძლიერებულიყო ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების რწმენა და იმედი. პერიოდანში ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფს ხვდებით, რომელთა ძალისხმევითაც ჩამოყალიბდა ანსამბლი სახელწოდებით ალგეთი. როგორც გვითხრეს, მათი მიზანია მსოფლიოს არაერთ ქვეყანას გააცნონ თავიანთი შემოქმედება. ჩვენ დავარქვით ჩვენ გუნდის სახელი ალგეთი. ახლა მინდა რაღაც ლექსი ბრაზას წაგიკითხოთ. კიდევაც გაიზრდებიან ალგეთს ლეგები გლისანი. საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ საქართველო ხშირად თავს ესხმოდა მტერი. ბრძოლებში ხოცებოდნენ მამები, ქმრები, ძმები, მაგრამ ყოველთვის რჩებოდნენ შვილები, ანუ ლეგვები მგლისანი. ახლა ჩვენ ვჯერა რომ ჩვენ ვართ ის ლეგვები მგლისანი და ასე ვფიქრობთ რომ ვაგრძელებთ ქართველობა ის ქართული სული. მე თვითონ პირადად ყოველთვის ჩემი დიდი ოცნები იყო რომ ერთმა საქართველოსიდან ჩამოვიდეს ჩვენთან და გვასწავლოს მუსიკა. და მოკლედ რო თქვა, ქალბატონი ნანამ შეასრულა ჩემი ოცნება და აქედან ძალიან დიდი მადლობას გეთქვით ყოველთვის. და ახლა წევრები. ბატონო მოჰსენ მიქელანი, ერეკლე მიქელაძე ქართულად, ნიკოლოზ ყაფლანაშვილი, სინა ყალანი სპარსულად, ბატონი არაშ ჰოსენი, არჩილ ონიკაშვილი, ჩვენი კარგი მასწავლებელი ქალბატონი ნანა ვარდოსანიძე
ჩემი ახალი ძმაკაცი საქართველიდან გოგიეწა კუჭუხიძე მე თვითონ იმედა გუგონაშვილი მასუდ შაესტეს სპარსულად ჩემი ძმაკაცი სინა რაჰიმი ნიკოლოზ რამიშვილი ჩემი ხელმძღვანელი ბატონი ანდრო ონიკაშვილი და სპარსულად დავუდ რაჰიმი და ბოლოსაც ბატონი ფარშად ხუციანი ბაჩო ხუციშვილი საქართველო არის ჩემი გული, საქართველო არის ჩემი სიამაყე, რომ ვამაყობ ჩემი ქვეყანაზე, ჩემი დედამიწაზე და არის სიმბოლო ჩემი სიცოცხლეში. და როგორც იყო ფერედანში ყველა მოხუცები გეუბნებოდეთ სისარტყელაზე რომ გახედითო, იქნები საქართველოშიო. როგორც ბავში რომ ტირის დედა ეუბნების ბავსა ნუიტირიო საქართველოს შენი ხმას გაიგებენ და შენაო ის ხალხი ტირილს დაიწყებსო და იმაზე აჩუმებდეს და მამაზე ვარ და მე იმის დედაშვილი ვარ და იმიტომ რომ მიყვარს საქართველო და ჩემი დედამიწა, ჩემი სამშობლო მაგისთვის გაგიკვეთია ასე სიმღერა. ადრე რომ 15 წლის რომ გავხდი, ჩვენი ახალგაზრდები შევიკრიფეთ ერთად, ჩემი ძმაკაცებთან. ბატონი ნიკოლოზ ონიკაშვილი, ბატონი ლექსო ონიკაშვილი, ბატონი არსენ ონიკაშვილი, ბატონი არჩილ თავაძე, ბატონი შოთა თავაძე, ბატონი ლევან ხუციშვილი, ბატონი ვანო ხუციშვილი, ბატონი გელა გუგუნაშვილი, ბატონი თორნიკ ფანიაშვილი და მე სხვა და არ მახსოვს ბევრი ვიყავით 30 ვიყავით შევიკრიფეთ ერთად და ქართული ენა ვასწავლეთ. აი ჩემი ბიზაშვილი მღეროდა ისპანში, ის მოიპოვე დათო დავითაშვილი და იმამ გასწავლა სიმღერა ქართული, მისი მამამ გასწავლა ქართული სიმღერები და ქართული ლექსები მისი მამამ დაწერა და ჩვენ იმაზე მღეროდით. არსენი ონიკაშვილმა დაწერა ლექსები და იმამ გააძლიერა ჩვენი ჯგუფი. და აი სიხემთაზე ლექსი დაწერა არსენ ონიკაშვილიმ. და ახლა მხდებოდი მე მომავალში წავედი საქართველოში ურთიერთობა გაძლიერდა იქით ხალხი ჩამოდიოდა ასე ხდები რომ ჩემი ოცნება და ჩემი ძმაკაცების ოცნება ის იყო რომ ერთი დრო ერთი წამი მოიდეს რომ ქუშაში რომ გავიარებ ერთი კაცმა მითხრას გამარჯობა და ახლა ხდები რომ ასე არის ფერედანში ყველა მევნების გამარჯობა ყველა ქართულად მილაპარაკების ყველა როგორც
ვაშკაცურად მელაპარაკების, ყველა ასე ვხედავ, აი, ჩემი ძმაკაცები, ქართულად ამღერიან, ვაშკაცურად ამღერიან, როგორც თბილი ხალხი, როგორც გულიანი ხალხი მღერიან ჩემ გერში. და ასე ვიყოთ ძლიერი, რომ თველი სოფლიოში გავაგებინოთ, 400 წელია გადასულია და მაგრამ ჩვენი ენა შეგვინარჩუნია და მე ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სიმღერა, ჩვენი კულტურა შეგვინარჩუნებდა და დაუბრუნდებით ჩვენი ქვეყანაში. დღეს ფერეიდნელ ქართველთა მეტყველება ქართული ენის ერთ-ერთი გამორჩეული დიალექტია, რომელშიც თანაარსებობს 4 საუკუნის წინანდელი ენობრივი მახასიათებლებიც და სპარსულ თუ თურქულ ენებთან კონტაქტში განვითარებული ახალი თავისებურებებიც. ხო, ქართული ჩვენ ელა სუს ქართულს ვამბობთ. ვალე ხო პარსელი ბევრი შეგურებია. თორე ელა ჩვენ სუს yani პარსულად არ მომვით, სუს ქართულს ვამბობთ. ვალი ახლა რომ ნახავთ, ქენ ეგრე ქართულს ამბობთ, ხო ჩვენ ბევრი პარსული შეგურებია. ჩვენ გუნდა რომ მასალ ელა გუნდა რომ ელა სუ ქართული ვიიბნათ. ვალი ალან არ ვიცით რა, ელეგრე ქენ პარსული არ იცით, ჩვენ ქართველი ყილა ქენსაით არ ვიცით. ელა ახალ დასტაძღა იციან, ელა ჩვენსაით იციან და ალანაძღა კითხობენ ისწავლიან. ალან რო კითხობენ ღა ჩვენ ყემეც ისწავლიან. ეს ახალები. და ჩვენაძღა სულ ელა ქართულს ავდიტყე, ვალი ხო იმაშინ მასა ეს მე რო ვაიტავიყავ ფეხის ამოსმელები, ელა ვკითხე ფეხის ამოსმელები. ალან ვიტყვიტყე მასა ქაფში ვიყიდოთ. შუგურევია პარსელი. Ja მასან გუსყე გავრეცხოთ, ტანის ამოსი გავრეცხოთ ვკითხე. ეხლა ვიტყვიტყე ლაბასი გავრეცხოთ. ეგლიგრე აი უგურევია. მიუხედავად ის, რომ ჩვენ ხალხს 4 საუკუნეს საერთოდ ურთიერთობა არ ჰქონდათ, კავშირი არ ჰქონდათ საქართველოსთან, მაგრამ ღვთისწყალობით და ჩვენი ძლიერი ფესვების, ჩვენი ქართველობის, ჩვენი ძლიერი ღირსების გამო ქართული ენა შემორჩა მარტო ჩვენს რაიონში, ფერეიდანში და მე მინდა გითხრათ, რომ სხვათა შორის ჩვენმა ბრძენმა წინაპრებმა დიდი შრომა ჩადეს ამაში, რომ ქართული ენისადმი სიყვარული, საქართველოსადმი სიყვარული არასოდეს დავიწყებას არ მიეცემოდა. ჩვენმა ბრძენმა წინაპრებმა შექმნეს ასეთი, მე ასე ვამბობ, რომ სამყაროს ულამაზესი ლეგენდა. ისინი თავიანთი შთამომავლებს, თაობებს ეუბნებოდნენ, რომ როცა გაწვიმდება და ცაში გამოჩნდება ცისარტყელა, თუ ცისარტყელასთან მიხვალ მეორე მხარე გადის საქართველოზე და ანუ აი წარმოვიდგინოთ, სანამ სამყარო არის, წვიმა არის, ცისარტყელას არის და აი ამით ნერგავდნენ და აძლიერებდნენ მომავალ თაობებში საქართველოსადმი სიყვარულს და ის, რომ არასოდეს იმათში არ დაკარგული იყო საქართველოში დაბრუნების იმედი და ჩვენ ძალიან ბედნიერი თაობა ვართ, რომ ის ოცნება, ის სურვილი, რაც სამწუხაროდ ჩვენმა 17-მა წინაპარმა საფლავში, როგორც ჩვენთან ამბობენ, სამარიში ჩაიტანა, ჩვენთან ნამდვილად აღსრულდა, ჩვენი თვალით ვნახეთ, ანუ რეალურად ეს ცისარტყელა გავიარეთ, ვნახეთ ჩვენი ულამაზესი, უსაყვარლესი სამშობლო, მამაპაპური სამშობლო და ამით ძალიან ამაყი და ბედნიერი ვართ.